ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძემ თანამდებობა დატოვა. საკადრო ცვლილების შესახებ ფინანსთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. თუმცა ცნობილია, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ირაკლი სირაძე წლების განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამასთან ირაკლი სირაძე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ის საფინანსო და ეკონომიკურ წრეებში მაღალი რანგის სპეციალისტად მიიჩნევა. ბათუმში დღეს გეი აღლუმი არ ჩატარებულა. აღლუმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებელი მრევლი კი გუშინდელი საღამოს მსგავსად დღესაც ბათუმის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და წმინდა ბარბარეს ეკლესიისკენ მსვლელობა მოაწყვეს. აქცია 12 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათში დასრულდა. აქციის წარმომადგენელთა თქმით, მათი დაშლის შემთხვევაში ჰომოსექსუალები აღლუმს დაუყოვნებლივ გამართავდნენ, ამიტომ აქციის შეწყვეტას არ გეკმავდნენ. თუმცა გაწვიმდა და მონაწილეთა რიცხვმა ჯერ მკვეთრად იკლო, შემდეგ კი დაიშალნენ. მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები გუშინ საღამოს ბათუმის საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. ისინი ბათუმში ჰომოსექსუალთა აღლუმის შესაძლო გამართვას აპროტესტებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში მსგავსი აღლუმის გამართვა ქართული ტრადიციების გათვალისწინებით დაუშვებელია. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ბათუმის მთავარი ქუჩა და წაიკითხეს ლოცვა. საპატრულო პოლიციის ავტომანქანა მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ერთ-ერთ პატრულს აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს. მართლმადიდებელი მრევლი ბოლოს ბათუმის მერიასთან მივიდა, სადაც განცხადება ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემაც გააკეთა. მისი თქმით, მერია ადასტურებს, რომ ამ ტიპის აღლუმის გამართვის წინააღმდეგია. გიცნობთ, რომ არის ჭორი და ჭორის იგეთ მაგითმა არ წავიდა. მერიას აქვს თავისი პრომოსილებები და ის პრომოსილებები ფარგლებში მოქმედებს. ჩვენ დასრულებით ვარ ამ ტიპის ორგანიზაციის საკუთრების ნეპალში ათასობით ჰომოსექსუალმა პირველი საერთაშორისო გეი აღლუმი გამართა. დემონსტრანტები ჭრელკაბებში იყვნენ გამოწყობილი. აღლუმს ნეპალის პარლამენტის წარმომადგენელი უძღვებოდა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელი, არამედ გეების უფლებების დამცველი ორგანიზაციის დამფუძნებელიც არის. ქვეყანაში შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი აღლუმების მოწყობა ტურისტების მოსაზიდად უნდათ. ნეპალში გეი აღლუმზე დასასწრებად ათასობით ტურისტი ჩავიდა. ნეპალში ათასობით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი ნეპალის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და ქვეყანაში პირველი საერთაშორისო გეი აღლუმი გამართა. ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმულმა აღლუმის მონაწილეებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ აღლუმს ნეპალის პარლამენტის წარმომადგენელი სუნილ პანტი უძღვებოდა. პანტი არა მარტო პარლამენტის წარმომადგენელი, ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა. ჩვენი მიზანია დავიცვათ გეების უფლებები, რათა არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია. ჩვენს აღლუმში მონაწილეობა ინდოელმა, იაპონელმა, ბრიტანელმა, გერმანელმა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა მიიღეს. პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აღლუმს 2000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ნეპალში უფრო მცირემასშტაბიანი გეი აღლუმები აქამდეც იმართებოდა. თავდაპირველად მსგავსი აქციების საზოგადოების პროტესტს იწვევდა. პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს არბევდნენ. ახლა კი ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც კი ჩამოყალიბდა. შესაძლოა უახლოეს მომავალში ერთსქესიანი ქორწინება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდეს. ქვეყანაში შემოსავლით ძირითადი წყარო ტურიზმია. როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი აღლუმების მოწყობა ტურისტების მოსაზიდად სჭირდებათ. კლევანდელ გეი აღლუმზე დასასწრებად ნეპალში ათასობით ტურისტი ჩავიდა. ვიცე-სპიკერი პაატა დავით აია აფხაზებსა და ოსებს მოუწოდებს გააცნობიერონ, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოს შემადგენლობაში დარჩენაა. ამის შესახებ დავით აიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან 2 წლის თავზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა შეაფასა. მისი განცხადებით, ცხინვალში ერთ რუს ჯარისკაცზე ერთი ადგილობრივი მოსახლე მოდის, ხოლო აფხაზეთში მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა. ეთნიკური აფხაზები აფხაზეთში ვერ აკონტროლებენ ვერცერთ მნიშვნელოვან სფეროს და ყველაფერი რუსების საკუთრებაშია გადასული, რის გამოც ბოლო დროს რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება იზრდება, აცხადებს ვიცე-სპიკერი. დავით აიას განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალში მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იქ მცხოვრებნი ტოვებენ ტერიტორიას და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიან. 2 წლის უკან რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და 2 წლის თავზე მე მინდა შევაფასო ეს მოვლენა და თქვა თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა დღეს რუსეთი და რა ვითარებაშია დღეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთი როგორც შვიდობის ყოფილი ქვეყანა, რომელიც ასრულებდა სამშვიდობო მისიას, აღმოჩნდა ოკუპანტ სახელმწიფოდ, რაც უკვე აღიარებული არის არაერთი სახელმწიფო მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში და უახლოეს ხანებში რამოდენიმე ქვეყნის პარლამენტი დაწყებული ევროპიდან დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესით განიხილავს ამ საკითხს, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი სახელმწიფო.
სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმები დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს აღნიშნავენ. სოხუმში თავისუფლების მოედანზე დღეს საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც აფხაზი და კრასნოდარელი მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მოგვიანებით კონცერტი მოჰაჯირების სახელობის სანაპიროზეც ჩატარდა. ცხინვალში კი საზეიმო ღონისძიებები 25 აგვისტოს დაიწყო და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების თემაზე კონფერენციაც გაიმართა. დღეს კი დე-ფაქტო რესპუბლიკაში ავტოგარბენი, ხოლო ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე სახალხო სეირნობა მოეწყობა. ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგი და რუსულ-ოსური ურთიერთობის თემაზე. მოგვიანებით ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ანსამბლი ცისფერი ბერეტები კონცერტს გამართავენ. მოსკოვმა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან ომის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. ამ თემაზე განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა საჯარო გამოსვლებისას აღნიშნავდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის დასარეგულირებლად ერთადერთი მართებული ნაბიჯი იყო. დღემდე დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის შემდეგ მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარა. ლეიბორისტული პარტია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების მოთხოვნის სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით 26 აგვისტოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ათელაშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების 2 გზა არსებობს: დამხობა ან დაპატიმრება. მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მუშავდება. დოკუმენტი ამ დროისთვის 5 გვერდიანია და 15 ეპიზოდს შეიცავს. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების მოთხოვნით, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო უმძიმეს დანაშაულთა მთელი კასკადი, დაშალა ქვეყანა, დაამყარა დიქტატურა, დახოცა ხალხი. დარწმუნებული ვართ, საქართველოს და სამართლიანობა გაიმარჯვებენ. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიცე-პრემიერი თემურ იაკობაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის მიზანი საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. ასევე დაგეგმილია საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მხარდამჭერის მოპოვების მიზნით შეხვედრების გამართვა. თემურ იაკობაშვილმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა რეგიონულ ჯგუფებთან და სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ვიზიტის ფარგლებში თემურ იაკობაშვილი შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს აბდუსალიმ თრეკის. შეხვედრაზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ისე საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც პაკისტანისადმი საერთაშორისო დახმარებას მიეძღვნა. თემურ იაკობაშვილის ვიზიტი 17 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტოს დასრულდება. დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია დღეს თბილისის საკრებულოსთან გამართეს. აქციის ორგანიზატორები კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშე ჩხარტიშვილი და ხალხის პარტიის წევრი ალეკო შალამბერიძე იყო. დევნილები თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილებას ითხოვენ, ხოლო გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აღდგენას. ამასთან დღეს თბილისის საკრებულოში კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშე ჩხარტიშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი შევიდა, სადაც განსაზღვრულია ნორმები, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის არის საჭირო. ეს საკრებულოს შენობასთან იმართება გარემოვაჭრეთა და დევნილთა საპროტესტო აქცია. გარემოვაჭრეები ითხოვენ მიღებულ იქთა საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება გარევაჭრობის წესების მიღების თაობაზე და თითოეულ გარემოვაჭრეს ახალი წესების მიხედვით მიეცეს ვაჭრობის ნებართვა. დევნილებთან ერთად ჩვენ მოვითხოვთ, რომ თბილისის მერიის ბალანსზე არსებულ შენობებში მათ გამოეყოს მინიმალური საცხოვრებელი პარტი ერთი ოთახი მაინც ნებისმიერ უბანში, რათა მათ შეძლონ თბილისში ცხოვრება. მე მინდა შეუერთდე ყველა ამ ყოფი ადამიანის მოთხოვნას, რომელიც აბსოლუტურად სამართლიან და კანონიერად აყალიბებს თავის უფლებებს და ითხოვს იმ მინიმალური უფლებების დაკმაყოფილებას, რომელიც მათ გააჩნიათ. ჩვენი მოთხოვნა, ძალიან დიდი მოთხოვნა ქალაქის მერიასთან, პირადად პრეზიდენტთან. ძალიან დიდი დასახლება გლდანი, თემქა მუხიანი, გლდანულა, სოფელი გლდანი და ძალიან დიდი დასახლება. ვინც მუშაობთ ამ სასკოლო საკანცელარიოზე, სკოლები იწყება, არ გვაქვს არანაირი საშუალება. გამოგვიყონ ადგილზევე სადმე ტერიტორია და დავგვსვან ერთად ეს სასკოლო საკანცელარიოს ხალხი.